ხშირად აქვს ხოლმე მასალა შეკითხვები, შეუძლიათ თუ არა სხვა სამსახურთან შეთავსება პარალელურად. მე ვიტყოდი, რომ ჩემმა მეგობარმა ვინც შანსი მომცა, მარკეტინგული მსხვერპლი განხადა. როგორ მოხდი ამ სფეროში? თითქმის შემთხვევით, ჩემმა კარგმა დღეს უკვე კარგმა მეგობარმა ერთის არის საშუალებით გამოგებინა, რომ არსებობს პროფესია, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია მანამდე არ მქონდა. და მოეცა შანსი ავტომობილების გადაზიდვის მიმართულებით. ამ შანსის განხორციელება დავიწყეთ პირველი წლიდან დაახლოებით 3 თვეში და ამ 3 თვიდან გასულია თითქმის 5 წელი. როგორ ვფიქრობ, რამდენად რთულია გახდა დისპეჩერი დღევანდელ პირობებში? დღევანდელ პირობებში გაცილებით მეტი საშუალება არსებობს გახდა დისპეჩერი, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი კურსი. სხვადასხვა პლატფორმაც არსებობს, უფრო მეტი რესურსია ამის შესახებ ინტერნეტ სივრცეში. ტექნოლოგიებიც შესაბამისად უფრო აჩქარებულია და მოთხოვნაც გაზრდილია. რამდენს გამოიმუშავებს დამწყები დისპეჩერი? დამწყები დისპეჩერი გამოიმუშავებს ამაზე უნივერსალური პასუხი არ გვაქვს. მაგრამ შეგვიძლია თქვა დიაპაზონი ამდენს გამოიმუშავებს დისპეჩერი. ეს სხვადასხვა ჩემთვის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა. პირველი შეკითხვა ძირითადი არის რამდენს გამოიმუშავებს. მოდი ვიტყვი დაახლოებით 1000 ვარს და დაახლოებით 500 ვარს, ალბათ $800-დან $3,000-4000-მდე. განცდილების მატებასთან ერთად შესაბამისად უფრო მეტი ხალხის გამომუშავების საშუალება იძლევა დისპეჩერებს. თუმცა ვიტყოდი, რომ ეს ანაზღაურება ჩვენ ვაყოფ დისპეჩერები, რომ არის ყოველკვირა. ყოველკვირა ვიყიდეთ შესაბამისად თბილისში $1000. პროფესიას რო შევახოთ, რამდენად დამხლებ? თუ საქმე არ გიყვარს, აუცილებლად დამხლელი იქნება. ან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ამ საქმის ერთგული, რესურსი ამაში უნდა ჩაიდოს აუცილებლად და ვფიქრობ, თითოეულ ცენტს იმსახურებს დისპეჩერი. რა არის ის მთავარი სკილები, რაც სჭირდება დისპეჩერს? რა თქმა უნდა, ინგლისურის ცოდნა, კომუნიკაციის ნახმარება უნდა შეძლოს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია დისპეჩერს შეეძლოს კომუნიკაციის დამყარება ცხოვრებთან, კომპანიის მფლობელებთან და მოლაპარაკებების წარმოება. ეს არის ყველაზე მთავარი. სირთულეები, რომლებიც გამოგივიდეს სფეროში. ერთი რომ გაიხსენო, როცა იყავი შენ თავი დამწყები დისპეჩერი. დამწყები დისპეჩერი, როდესაც ვიყავი, თუ დაგიშვია შეცდომა. არაერთი, მაგრამ ჩემ დასაბედნიეროდ ცოტა მაინც. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი დრო გავატარე ამ სფეროში, არაერთი შეცდომა დამიშვია. პირველი უნდა შეგვეძლოს შეცდომის აღიარება, პასუხისმგებლობის აღება და ამის იქით რეალურად რასაც მივუშვებდი შეცდომებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ჩემ დროს უბრალოდ რჩევის საკითხავიც კი არ მყავდა სხვა. მეგონა რომ საქართველოდან მხოლოდ მე ვთქვა. თუმცა არა, ჩემზე უფრო ძველი დისპეჩერებიც არიან, ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტი სტაჟით. დღეს უფრო ნაკლები საშუალება არსებობს შეცდომის დაშვებას. სტუდენტები, როდესაც მოდიან ხოლმე, თუ ცდილობ რომ დასწავლო, აი რა გზას გაიგეს ეტაპობრივად, აი ამ შეცდომების მიხედვით, რა შეიძლება რომ მან დაუშვას და შემდეგ ეს დაშვებული შეცდომები რა გზებით შეიძლება რომ გამოასწოროს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრა, რომ ეს ერთ-ერთი ჩემი პრიორიტეტია, რეალობას მოერგონ დისპეჩერები და არ მიიღონ მხოლოდ თეორიული ცოდნა. ამისთვის კონკრეტული кейსების განხილვაც მედის და შესაბამისად ფანტაზიის დონეზე რა შეიძლება მოხდეს, ამ кейსებსაც გავდივართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დისპეჩერს ესმოდეს, რომ ხვალინდელი დღე მაინც გათენდება და არსებულ პრობლემას სჭირდება განხილვა. პროფესიული გამოცდილების გზაზე ყველაზე სითხამორჩილად რა გახსოვდება? ემძოლები. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მეტი დროს ვხარჯავთ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაზე, უფრო მეტი დროს ვხარჯავთ ადამიანებთან, ვისაც ერთად გუნდში ვმუშაობთ. შესაბამისად, მათი ისტორიები ბევრ შემთხვევაში სასაცილოდ, ბევრ შემთხვევაში სერიოზული. ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრები არიან უმთავრესი ამ საქმეში, დისპეჩერებთან ერთად ნავში ვარ და ეს ორი მხარეს კარგად უნდა. ახალი სტუდენტი რა გზას გადის პირველი ლექციიდან ბოლო ლექციამდე, რაც ვიმუშავებთ ჩვენ. ვერ ვიღოთ რომ გზას გადის, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო და სახალისოც კი არის მათთვის ეს ყველაფერი.
და რეალურად ჩვენი კურსის მოდელი აგებულია აი დაახლოებით იმ პრინციპზე, რომ რაც უფრო კარგი იყო მიმდინარე ლექცია, მომდევნო უფრო საინტერესო გახდეს. ყველაზე მეტად მაინც ნებისმიერ შემთხვევაში მათ მოსწონთ, როდესაც შეხება უკან თეორიულ ნაწილს, როდესაც გავივლით და უკვე უწევთ რეალურ кейსებზე, რეალურ დრაივერებთან, კოლები, პარეკები, მოლაპარაკებები. შესაბამისად, მათთვის საინტერესოა, რაც უფრო დასასრულს უახლოვდება ეს ყველაფერი. თუ გიფიქრია, რომ ყოფილიყავ სტუდენტი, სწორედ დისპეჩერი, როგორ შეაფასებდი შენს კურსის ბოლოს? თუ დაგაკეთებოდა რა? რთული შეკითხვაა, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველი ახალი ჯგუფი ახალ გამოცდილებას მაძლევს, რა თქმა უნდა, ამას მივმუშაობ. შესაბამისად, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი დროს ხარჯავ და რესურს გავაზიარებ ჩემი ცოდნა, შესაბამისად, რაც მეტი გამოცდილება მიგროვდება, უფრო და უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ეს კურსი ხდება დახვეწილი. როგორია დისპეჩერის სამუშაო დღე? ხშირად აქვს ხოლმე ასეთი შეკითხვები, შეუძლიათ თუ არა სხვა სამსახურთან შეთავსება პარალელურად? მე ვიტყოდი, რომ ჩემმა მეგობარმა მის შანსი მომცა მარკეტინგული მსხვერპლი განხილვა. მითხრა, რომ სოფიოს ნებისმიერი წერტილიდან შემეძლო მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, კი შეგვიძლია, თუმცა ამას სჭირდება მკვიდრო გარემო, სადაც სხვებს არ შეუშლით ხელს და არც ჩვენ შეგვიშლება ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში სოფიოს ნებისმიერი წერტილიდან მაშინ, როდესაც ამერიკაში გათენდება, ჩვენ ვწყებთ მუშაობას. საქართველოსთან დაახლოებით 8-დან 12 საათამდე დროშის სხვაობა გვაქვს, შესაბამისად ეს არის ყველაზე მტკივნეული ნაწილი დისპეჩერების სამუშაო რუტინის დროშის სხვაობა. დაახლოებით ჩვენი დროით 3-4-5 საათიდან ვიწყებთ საფანოს PM-ით და გრძელდება ამის ზუსტი პასუხი რო არ არსებობს იმ დრომდე. დილის 2-მდე, დილის 4-მდე. ანუ რაც თქმა უნდა, დამღლელი იქნება თუ პარალელურად მუშაობ. ვიტყოდი, რომ შეუთავსებელია სხვა სამსახურთან, თუმცა შესაძლებელია, მაგრამ აქ დიდი მატა გვაქვს, ვფიქრობ, განასწავლება შესაბამისია და თუ სხვა სამსახური შესაბამის განასწავლებას არ აკომპენსირებს, მაშინ ამ სრულად უნდა გადმოერთოს. ან ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროფესია მისთვის გახდება უბრალოდ თავის ტკივილი. როგორც ყველა სფეროს აქვს შემდგომი განვითარების ეტაპები, დისპეჩერმა რაზე უნდა იფიქროს განვითარების კუთხით? ეგ საინტერესო შეკითხვაა და ამასაც ვცდილობ ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მეც დავიწყე დისპეჩინგით, ამის მერე რამდენიმე ეტაპი გავიარე და უბრალოდ ჩვენი რესურსი და დრო შეზღუდულია, შეუძლებელია ყოველთვის ვიყოთ დისპეჩერები, მინიმუმ იმის გამო, რომ დროშის სხვაობა ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება, შესაბამისად რაღაც რესურსი არსებობს, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და დისპეჩინგერის უბრალოდ პირველი კარის შერევა მთლიან ინდუსტრიაში. ციფრებზე თუ გადავყოთ, დაახლოებით ავტომობილების გადაზიდვა მთლიანი ამერიკაში გადაზიდვების 20%-ია, შესაბამისად მხოლოდ პირველი კარია. შეგვიძლია დავიწყოთ დისპეჩინგით, ვისწავლოთ საქმე და შესაძლებელია გავხდეთ კომპანიის ოვნერებიც. სავსებით შესაძლებელია ჩემი მაგალითთან შეგვიძლია ამ ტელეფონს ვარქოთ. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც ამ სფეროში შემოყვებს პირველ გარს. როდესაც ხარ უკვე დისპეჩერი, ეს რას ნიშნავს? შენ დამოუკიდებლად მუშაობ, ძენ მომხმარებლად ვისთვისაც მუშაობ თუ როგორც დისპეჩერის ხისი კომპანიისთვის მუშაობ? ხო, საწარმოებრივად ხოლმე ტერმინი არსებობს ჩვენთან გავრცელებული, რომ დამოუკიდებელი დისპეჩერი ვარ. კი ბატონო, დამოუკიდებელი დისპეჩერი ხარ, თუმცა წარმოადგენს რომელიმე მხარეს, რომელიღაც კომპანიისთვის მუშაობ. ის რომ მაგალითად მე გადავწყვიტო დღეს არავინ ჭირდება და მე ამოვიდებ ტვიტებს, მე დავკეთებ მარშრუტებს მძღოლებს, ეს ესე არ მუშაობს სინამდვილეში, კომპანიები დაგწყვეტილია ამერიკაში და ჩვენ ვართ მათი წარმოადგენლები, ჩვენ მათი სახელით ვიწყებთ ოპერაციას.